ეთერშია ბიზნესი რუსთავი ორზე, მე ჟურნალისტი სოფო ოხანაშვილი გრიგა ვარ. საქართველოში ცენტრალური შემსყიდველი ორგანო იფუნქციონირებს, რომელიც სახელმწიფო უწყებებისთვის საქონლისა და მომსახურებების ნაწილის შესყიდვას ცენტრალიზებულად განახორციელებს. მთავრობის დადგენილების მიხედვით საწვავის, კომპიუტერული ტექნიკის, ავეჯის, ავტომობილების, დაზღვევის და სხვა მომსახურებების შესყიდვა კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით მოხდება. თუ სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 500,000 ლარს ან მეტ შეადგენს, სამინისტროები და დაქვემდებარებული უწყებები ამის შესახებ ჯერ ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს აცნობებენ, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, განხორციელდება თუ არა შესყიდვა ცენტრალიზებულად. იცვლება ბაზრის კვლევის წესით, ტენდერის გამოცხადებამდე ცენტრალური შემსყიდველი ორგანო შეისწავლის ბაზარზე არსებულ ფასებს, მიმწოდebლის შესაძლებლობებს და შესყიდვის პირობებს. უძრავი ქონების დეველოპმენტის დაკრედიტება გაიზარდა საბანკო სექტორის მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი 2026 წლის აპრილის ფინანსური მაჩვენებლებით ირკვევა, რომ ბანკებს დეველოპერულ სექტორზე 4 მილიარდ 800 მილიონი ლარის სესხი აქვთ გაცემული. წლიური ზრდა ამ შემთხვევაში 17%-ია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დეველოპერული სექტორის დაკრედიტება 4 მილიარდ 160 მილიონ ლარამდე იყო. დეველოპერები ამბობენ, რომ საკრედიტო რესურსზე წვდომა გასულ წელთან შედარებით გამარტივებულია. მათი შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ უძრავი ქონების სექტორში საკრედიტო წესების გამარტივებამ შიდა განმარტებების პრაქტიკა შეამცირა და იპოთეკური სესხები უფრო ხელმისაწვდომი გახადა. მთავრობა მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებისა და არალეგალური კრიპტომაინინგის წინააღმდეგ ახალი ნაბიჯების გადადგმა დაანონსა. ხელისუფლების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარებამ 2025 წელს 133 მილიონი კილოვატ-საათი შეადგინა, მაშინ როდესაც მთავრობის შეფასებით მსგავსი მასშტაბის მუნიციპალიტეტებში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია. სწორედ ამ განსხვავებას უკავშირებს ხელისუფლება როგორც ენერგოსისტემის გადატვირთვას, ისე ფინანსურ ზარალს, რომლის ტვირთით ოფიციალური განცხადებების მიხედვით საბოლოოდ მთელ სისტემაზე და მომხმარებლებზე ნაწილდება. პრობლემის გადასაჭრელად მესტიაში გამრიცხველიანების პროცესი დაიწყება და როგორც ხელისუფლება აცხადებს, მიზანი ელექტროენერგიის ფარული და უკანონო მოხმარების გამოვლენა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის არსებული შეღავათები კი გარკვეული პირობებით შენარჩუნდება. რამდენად მნიშვნელოვანი აღრიცხვიანობის მოწესრიგება, რა გავლენას მოახდენს ეს ელექტროენერგოსისტემაზე, მომხმარებლებზე და ელექტროენერგიის ტარიფზე. ამ თემებზე სემეკის წევრთან, გივი სანიკიძესთან ერთად განვაგრძობთ საუბარს. დილამშვიდობისა ბატონ გივი და მადლობა სტუმრობისთვის. დილამშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე უნდა ვისაუბროთ და რა ეტაპზეა ეხლა პროცესი? მხოლოდ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული თუ მანამდე იყო რაღაც სამუშაოები ჩატარებული? დავიწყოთ იმით, თუ ეხლა დაიწყება ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ამ პროცესში ჩაერთვება ცენტრალური ხელისუფლება და შესაბამის სამართალდამცავი ორგანოები დარწმუნებული ვართ ამ პრობლემას წარმატებით გაართმევენ თავს. იქედან გამომდინარე, რომ ამდენი წელია ადგილობრივ მუნიციპალიტეტზე ენერგოპროცესის ძალისხმევა სამწუხაროდ არ იყო საკმარისი ამ პრობლემის მოგვარებისთვის. მთავარია, რომ უკვე გადაწყვეტილება მიღებულია და ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უკვე ყველა მხარე ჩაერთვება პროცესში, მათ შორის მარეგულირებელი კომისია და ენერგოპროჯორჯიასთან ერთად ამ პროცესის დაგეგმასა და განხორციელებას მივადევნებთ თავს. აი რა იქნება პირველი ეტაპი, საიდანაც დაიწყება? და როდის იქნება უკვე ის საბოლოო შედეგი, რასაც ქვია უკვე გამრიცხველიანება და მთლიანად ამ სისტემაში და რეგულაციებში მოქცევა ამ პროცესის. პირველი ეტაპი იქნება ენერგოპროჯორჯიას მიერ შესაბამისი გეგმის წარმოდგენა, რომელიც დაკავშირებული იქნება გამრიცხველიანების პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, დაიგეგმოს უნდა დეტალურად აღნიშნული პროცესი. კომისიის მეთვალყურეობის ქვეშ შესაკვირველია ჩვენ დეტალური ინფორმაცია და წარმოდგენა გვაქვს იქ ადგილობრივი ქსელის მდგომარეობის შესახებ არაერთხელ ვიყავით მესტიის მუნიციპალიტეტში, პირადად მეც გახდით და ვიცით თუ რა მდგომარეობაშია დღესდღეობით ქსელი. გამრიცხველიანების პროცესი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელმაც უნდა გადაჭრას. თავარი პრობლემა თუ როგორ უნდა მოხდეს ქსელის განვითარების დაგეგმა. დღესდღეობით ქსელი ისეთ მდგომარეობაშია, რომ აუცილებელია ზუსტად ვიცოდეთ თუ რა მოხმარებაა, სად არის დატვირთვის შესაბამის წერტილები, რომ მოხდეს სწორი დაგეგმა ქსელის რეაბილიტაციის და შემდგომ განვითარების.
არა წილი უკავია მთლიან მოხმარებაში ენერგოპროს მომხმარებლებს გულისხმობთ მესტიის მუნიციპალიტეტის მომხმარებლების მოხმარებას. ანუ და ამ შემთხვევაში რა გავლენა შეიძლება ამან მოახდინოს მთლიან მომხმარებლებზე და მთლიანად ენერგოსისტემაზე, რომელსაც ენერგოპრო ფარავს. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, თქვენ უკვე ახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 133 მილიონი კილოვატ-საათი არის წლიური მოხმარება. საშუალოდ ერთი მომხმარებელი საქართველოში თვეში მოიხმარს 327 კილოვატ-საათ ელექტროენერგიას. მაშინ, როდესაც მესტიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მომხმარებლების შესაბამისად თუ ვიმსჯელებთ, ეს მოხმარება არის 7800 კილოვატ-საათი. წარმოიდგინეთ 24/11-ია, მაგრამ ვიცით, რომ რეგისტრირებული მომხმარებლების გარდა არსებობს ასევე არარეგისტრირებული მომხმარებლები, რომლებიც თვითნებურად ერთდებიან ქსელზე და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ყველა რეგულაციის დარღვევას რო თავი დავანებოთ, ეს სიცოცხლისთვის შეუსაბამო ქმედებაა და ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, რასაც სამწუხაროდ ენერგოპრო ჯორჯია ვერ აკონტროლებს და აღნიშნული პრობლემის მომგმარება არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ აღარ მოხდეს თვითნებურად ქსელზე მიერთება. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით 10-ჯერ, 12-ჯერ უნდა შემცირდეს მოხმარება მას შემდეგ, როდესაც გამრიცხველიანება სრულყოფილად მოხდება და მომხმარებლებს ეცოდინებათ, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგია ზუსტად აღირიცხება. ბატონ გივი, ადრეც იყო მცდელობები, თქვენც აღნიშნეთ, რომ ენერგოპრო ამას ვერ მოერია და იყო მცდელობები, რომ მართლაც გამრიცხველიანება მომხდარიყო და ჩაიშალა ეს პროცესი არაერთი მცდელობის მიუხედავად. რა გარანტია არსებობს ეხლა, რომ იგივე წინააღმდეგობას არ წააწყდებით და იგივე ისე არ დაზიანდება პროცესი, როგორც მანამდე? აღნიშნულის გარანტიას და იმედს გვაძლევს გუშინდელი ბრიფინგი სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ამ პროცესს გაუწიოს კოორდინაცია და შესაბამისად მათი უშუალო ჩართულობით მოგვარდეს ეს პრობლემა. აუცილებელი იყო ეს გადაწყვეტილება, სხვანაირად ეს პრობლემა აქამდე ვერ მოგვარდა და თუ შესაბამისი სამართალდამი ორგანოები ჩაერთვებიან პროცესში, ადგილზე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი მივა ლოგიკურ დასასრულამდე და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა. დარწმუნებული ვარ, ახლა მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ძალიან აინტერესებს ის, რა იქნება ლიმიტი, რა იქნება მათი პირობები გამრიცხველიანების შემდეგ, რა დარჩებათ არსებული, ვთქვათ, შეღავათებიდან და რა აღარ ექნებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ შეიძლება მივიჯელოთ მხოლოდ გუშინდელი ბრიფინგიდან გამომდინარე, რომ შეღავათები შენარჩუნებული იქნება. რა შეღავათებზეა ხო საუბარი? გარკვეული ლიმიტის ფარგლებში ეს ზუსტად გამომდინარეობს იქედან, რომ როდესაც აღრიცხვა მოწესრიგდება და ჩვენ შევხედავთ თუ რა არის რეალური, ასე ვთქვათ, ნორმალური მოხმარება თითოეულ აბონენტთან მიმართებაში, როგორც გუშინ გაცხადდა, ეს ლიმიტის ფარგლებში არსებული ელექტროენერგია დარჩება უფასოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში და მხოლოდ გარკვეული ზღვის შემდეგ იქნება ტარიფი გადასახდელი. თუმცა მე მინდა აქვე განმარტება გავაკეთო, რომ კომისია მას შემდეგ, რაც აღირიცხება ეს ელექტროენერგია, ბუნებრივია მის მიერ დადგენილი ტარიფი ეს ცვლილებას ვერ განახორციელებს. ენერგოპრო ჯორჯია უნდა დაარიცხოს აღნიშნული ტარიფი, რაც კომისიის მიერ არის დადგენილი შესაბამის მოხმარებლებს, მაგრამ როგორც ჩვენ გვესმის, აქ ამოქმედება სახელმწიფოს სუბსიდირების მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტად იმ უფასო ელექტროენერგიის მიწოდებას იმ მომხმარებლებისთვის, ვისთვისაც აქამდე ეს ელექტროენერგია უფასო იყო, თუმცა გარკვეული ლიმიტის ფარგლებში, რომელიც შესახებაც საუბარი შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, როდესაც გამრიცხველიანება მოწესრიგდება და უკვე გვეცოდინება თუ რა და რაოდენობით ლიმიტზე შეიძლება იყოს საუბარი. ანუ ჯერჯერობით ეს კითხვები ღიაა, ხო? ლიმიტის, ტარიფის და კრიტერიუმები თუ არის განსაზღვრული, ვის ეხება, რა ტიპის მოსახლეობას თუ ყველას მესტიის მუნიციპალიტეტში? როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, სავარაუდოდ ეს შეეხება ყველა მომხმარებელს, თუმცა ჩვენ ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ გაგვივლია. კიდევ ერთხელ მოგახსენეთ, მარეგულირებული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი ბუნებრივია ვერ შეიცვლება, ეს არის თავიდან ბოლომდე საქართველოს მთავრობის პრეროგატივა და უფლებამოსილება, რომელსაც ის განახორციელებს მიზნობრივი სუბსიდირების კუთხით და ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, უფრო დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გვეცოდინება. ანუ მერმა თქვა, რომ ყველა მომხმარებელი, რეგისტრირებული მომხმარებელი მიიღებს უფასო ელექტროენერგიას. თავარი არის, რომ აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს ის მომხმარებლების, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული. ეს არის აუცილებელი პირობა, შესაბამისად
როდესაც პირველ რიგში უნდა დამონტაჟდეს საბალანსო მრიცხველები, რათა შეფასდეს დატვირთვის წერტილები და შემდგომ უკვე დაიგეგმოს ქსელის განვითარება და მოწესრიგდეს უკვე ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რომელიც საბოლოოდ მოგცემს სრულ სურათს, რომლის შედეგად უკვე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება იქნება შესაძლებელი. ჩვენ კომისია ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ჩავერთვებით ამ პროცესში, ენერგოპრო ჯორჯიას ყველანაირად შეუწყობთ ხელს, იქნება ეს გამრიცხველიანების დაგეგმა, ქსელის განვითარების დაგეგმა, რომელიც საინვესტიციო გეგმებში უნდა ისახოს თავისთავად ცხადია და აქტიურად მივიღებთ ამ კუთხით მონაწილეობა. აუცილებლად უნდა გითხოთ, ახლა ძალიან ცოტა დრო უკვე გვაქვს და მინდა ეს თემა მოვასწროთ. თქვენ თქვით, რომ ეხლაც მაგაზე მიანიშნეთ, რომ თქვენ იქნებით ძალიან აქტიურად, CEMEC იქნება აქტიურად ჩართული ამ შეფასების პროცესში, რომ ენერგოპრომ ეს ხარვეზიანი სისტემა მოაწესრიგოს. რაოდენობის ინვესტიცია დაახლოებით ესეთი ტიპის გამოცდილება რას გვაჩვენებს, რა შეიძლება იყოს ინვესტიცია და იქნება თუ არა ეს ინვესტიცია იმ მოცულობის, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს და დღის წესრიგში დადგეს ტარიფში ასახვა. რაც შეეხება ინვესტიციებს, ანუ წარმოიდგინეთ, მთელი მუნიციპალიტეტი უნდა გამრიცხველიანდეს, ასევე გადატვირთვების გამო ქსელის მდგომარეობა იმდენად ცუდია, რომ აუცილებელია მისი რეაბილიტაცია, ასევე მუნიციპალიტეტის კვებავი ხაზის რეაბილიტაცია აუცილებელი, საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციებზე იქნება საუბარი, რომელიც ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. ეს მყისიერად ეს რა თქმა უნდა ვერ განხორციელდება. მაგრამ ამ ინვესტიციებთან დაკავშირებით დანახარჯებთან შედარებით იმდენად დიდი სიკეთე იქნება. ის რომ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა შემცირდება, როდესაც ყაირათიან მოხმარებასთან გვექნება უკვე საქმე და ეს აისახება დადებითად დანახარჯებზე, ასე რომ ამ ინვესტიციების დანახარჯებთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ის დიდი სიკეთე, რასაც ჩვენ საბოლოოდ გამრიცხველების შედეგად მივიღებთ, ასე რომ ტარიფზე ზემოქმედება ამასთან არ იქნება მნიშვნელოვანი. თუმცა შეიძლება დადგეს, ხო, ეს გააჩნია რა მოცულობა. ეს დადგება გეგმიური გადახედვის პროცესში, როდესაც ჩვენ სხვა დანახარჯებთან ერთად ბუნებრივია ამ ინვესტიციებსაც გავითვალისწინებთ, თუმცა ასევე გავითვალისწინებთ იმ შეღავათებს, რომლებსაც ეს პროცესი გამოიწვევს ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების ნაწილში, რაც ნაკლებ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, ასევე დანაკარგების შემცირების ნაწილში, რაც დადებითად აისახება ტარიფზე. და ერთი კითხვაც მინდა დაგისვათ აუცილებლად გუშინდელი გადაწყვეტილების გახმოვანების დროს, ასევე ხელისუფლების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ლარ ნახევარს იხდის თითოეული მომხმარებელი ზედმეტად, ანუ ტვირთა დაწვება. ამ მომხმარებლისთვის რა შეიცვლება? არა მესტიის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლისთვის. მოლოდინი გაუჩნდა ადამიანებს, გაუჩნდათ, რომ შესაძლოა მათ ტარიფი შეუმცირდეთ, ეს რეალური მოლოდინია თუ არ უნდა ელოდონ ტარიფის შემცირებას. ზუსტად ის სიკეთე, რასაც გამოიწვევს აღრიცხვანების მოწესრიგება, ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, დანაკარგების შემცირება, ეს აისახება ყველა მოხმარებელზე თანაბრად და თავისთავად ცხადია ეს გულისხმობს, რომ ენერგოპროს დანახარჯებზე, ასე ვთქვათ, იქნება შესაბამისი შეღავათი, რაც აისახება ყველა მოხმარებელს. ანუ შესაძლოა ტარიფზეც აისახოს. დაველოდოთ მაშინ პროცესებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვა მაინც ძალიან ღიაა ჯერჯერობით. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გივი მობრძანებისთვის. ჩვენს მაყურებელს ვეტყვით, რომ ჩვენი სტუმარი იყო კიდევ ერთხელ გივი სანიკიძე, CEMEC-ის წევრი. ჩვენ კი ეთერს განვაგრძობთ სხვა თემით, ხელფასის მიმღები ადამიანების რაოდენობამ პრილში მილიონს გადააჭარბა, რაც წლიურად 2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მართან შედარებით კი მცირედი 0.6%-იანი მატება. PMCG კვლევითი ცენტრის მონაცემებით პრილში დასაქმებულთა 11% თვიურად 600 ლარამდე ანაზღაურებას იღებდა, ასევე იმ ადამიანების წილი, რომლებიც 9600 ლარს ან მეტ ხელფასს იღებდა, 3.4% შეადგენდა. დასაქმების პლატფორმებზე შემცირებულია ვაკანსიების რაოდენობა, მაგალითად პრილში JobsG-ზე 6200-ზე მეტი ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც მარტთან შედარებით 8%-ით შემცირებული მაჩვენებელია. თვიურ ჭრილში ყველაზე დიდი კლება ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში დაფიქსირდა. ხელოვნური ინტელექტის სწრაფი ინტეგრაცია ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში ეფექტიანობა ზრდის, თუმცა პარალელურად ახალ რისკებსაც აჩენს. განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება აგენტებზე დაფუძნებული AI სისტემები, რომლებიც ფინანსური მონაცემების დამუშავებასა და ანალიზს ავტომატურად ახორციელებენ და კომპანიებს რუტინული პროცესების გამარტივებაში ეხმარებიან. თუმცა დახმარებასთან ერთად ჩნდება რისკიც, რომელსაც სპეციალისტები ეგრეთ წოდებულ ჰალუცინაციებს უწოდებენ. შემთხვევებს, როდესაც სისტემა არაზუსტ ან არარსებულ ინფორმაციას ქმნის. მათი შეფასებით ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად ფინანსური მონაცემების გადამოწმება და საბოლოო გადაწყვეტილებებზე ადამიანური ზედამხედველობა ისევ კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
საქართველოს მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების თბილისის ფინანსური სამიტის მასპინძლობისთვის ემზადება ღონისძიება, რომელიც 27-28 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს ეროვნული ბანკის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. წლევანდელი სამიტის მთავარი თემა იქნება რეგიონული ეკონომიკური კორიდორების შექმნა პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში და მასში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები, ფინტეკ ინდუსტრიის, ფინანსური სექტორის, საერთაშორისო კომპანიებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ. სამიტის ფარგლებში გაიმართება თემატური სესიები, პანელური დისკუსიები, ვორქშოპები და პროფესიული შეხვედრები, სადაც მონაწილეები თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციებსა და რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელებენ. სამიტის მონაწილეები განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ფინანსური კორიდორების, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება, ღია ბანკინგი და ხელოვნური ინტელექტი. თამბაქოსთან თავისუფალი თაობის კანონმდებლობის დანერგვა, ნიკოტიკური პროდუქტების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, კანონის აღსრულების გაძლიერება და ახალგაზრდებში პრევენციული ღონისძიებების გაფართოება. ამ თემების გარშემო იმსჯელეს თამბაქოს გარეშე დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეხვედრის მთავარი აქცენტი მოზარდების ჩართულობასა და თამბაქოს ინდუსტრიის ახალი მარკეტინგული სტრატეგიების წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლებაზე გაკეთდა. თამბაქოს კონტროლის ალიანსში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია შეიზღუდოს და უკეთეს შემთხვევაში აიკრძალოს ვეიპები, ელექტროსიგარეტები და არომატიზატორები, რაც მარტივად ხელმისაწვდომია ახალგაზრდებისთვის. შესაბამისად, ალიანსში ამბობენ, რომ ახლო მომავალში კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანის საკითხიც დადგება. ყავის იმპორტი იზრდება 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 13.400.000 დოლარის ღირებულების 1900 ტონაზე მეტი ყავის იმპორტი განხორციელდა. ყველაზე დიდი მოცულობით 4.100.000 დოლარზე მეტი ღირებულების ყავა ინდონეზიიდან შემოვიდა. საქართველოსთვის ყავის ერთ-ერთი მსხვილი მომწოდებელია რუსეთი, სამეულშია იტალიაც. ამ ჩამონათვალის გარდა იმპორტი კიდევ ათეულობით სხვადასხვა ქვეყნიდან ხორციელდება. გასულ წელს საქართველოში 57 მილიონი დოლარის ღირებულების 8,000 ტონამდე ყავა შემოვიდა. საქართველოს ღვინის სამშობლო ქვეყანა, სადაც მეღვინეობის 8,000 წლიანი ისტორია დღემდე ცოცხალ ტრადიციად რჩება. სწორედ ამ ისტორიის თანამედროვე გაგრძელებაა ლისი ვაინი მესხიშვილების ოჯახური მეღვინეობა, რომელმაც ტრადიციული ქვევრის ღვინო თანამედროვე აგროტურისტულ სივრცედ აქცია. ლისის ტბასთან ახლოს მდებარე მარანი სტუმრებს თავაზობს არა მხოლოდ ღვინის დაგემოვნებას, არამედ ქართულ კულინარიასა და დღესასწაულების მასპინძლობასაც. როგორ იქმნება ღვინო, რომელიც უკვე ევროპის ბაზრებსაც იპყრობს და რა ისტორია დგას თითოეული ბოთლის უკან, ამას სიუჟეტიდან გავიგებთ. ლისის მიმდებარედ ქალაქის ცხმაურიანი რუტინისგან მოშორებით ერთი განსხვავებული ისტორია იწერება. ისტორია, რომელიც მედიცინიდან მეღვინეობამდე მიდის და აჩვენებს, როგორ შეიძლება პროფესიის რადიკალური ცვლილება წარმატების ფორმულად იქცეს. სანამ მეღვინეობაში გადავერთვებოდი, რა თქმა უნდა, მოვდივარ სხვა სფეროდან, სრულიად სხვა სფეროდან, მაგრამ ღვინის ყოველთვის სურდა წარმოება. მე წარმოებინა რაღაცა საქართველოში რა და რატომღაც ამ ღვინის სიყვარული დაემთხვა ამის სურვილს რა და აქედან უკვე გადავწყვიტეთ, რომ დაგვიწყო თუნდაც სულ რაღაცა 500 კილო ყურძნით პირობითად და აქედან დავიწყეთ და დღესდღეობით უკვე ასულები ვართ 17 ტონამდე. წყვილი წლების განმავლობაში მედიცინაში მუშაობდა, თუმცა ერთ ეტაპზე გადაწყვიტეს სრულიად განსხვავებულ სფეროში ეცადათ ძალები მეღვინეობაში. ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის გაუგებარი იყო, თუმცა ცნობილი ქართული ფილმის სცენარის მსგავსად ისინი მაინც გაფრინდნენ. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ცნობილი ცათმფრენი მესხიშვილების მარანის სავიზიტო ბარათია. მარნის ტერიტორიაზე სტუმარს რამდენიმე განსხვავებული სივრცე დახვდება. აქ არის სადეგუსტაციო დარბაზი, სადაც ვიზიტორებს ღვინის მრავალფეროვანი არომატების აღმოჩენა შეუძლიათ. ასევე სარესტორნო სივრცე, რომელიც ქართულ კულინარიულ ტრადიციებს თანამედროვე ინტერპრეტაციებით სთავაზობს სტუმრებს და ღონისძიებების სივრცე, რომლებიც სადღესასწაულო სუფრებს მასპინძლობს. ამ სივრცეში შეიძლება სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა,
მათ შორის მასტერკლასების, ექსკურსიების, ბავშვების ექსკურსიების, არა მარტო ბავშვების, არამედ ასევე ტურისტების, რაც ძალიან მომრავლდა ბოლო პერიოდში. ამავე სივრცე შეიძლება აღნიშნო დღესასწაული, როგორც ქორწილია, როგორც დაბადების დღე თუ ნათლობა და ასევე გვაქვს ვიტრაჟული სივრცე, სადაც სასიამოვნო საღამო ცოცხალ მუსიკასთან ერთად შეგიძლია გაატარო. ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია მეგრული ოდა. აქ ყველგან ბავშვობის სუნი და მოგონებებია. ოდა აქ მხოლოდ არქიტექტურული ელემენტი არ არის. ის ერთგვარი მუზეუმია, სადაც წარმოდგენილია ვინტაჟური ნივთები, რომლებიც ქართულ ყოფას, ისტორიას და კულტურულ მემკვიდრეობას აცოცხლებს. აქ თითოეულ დეტალს თავისი ისტორია აქვს და ეს სივრცე სტუმრებს არა მხოლოდ ღვინოს, არამედ გამოცდილებასაც სთავაზობს. როდესაც სტუმრები შემოდიან ხის სახლში, ძალიან დიდი ემოცია მოაქვთ ხოლმე. მოაქვს ამ ხის სახლს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის სურნელი, ძველი ხის სახლის სურნელი, რომელიც ემოციას აღძრავს სტუმარში და მაშინვე აგდებს თავის ბავშვობაში, თავის სოფელში, ბებოსთან, ბაბუსთან და ახსენდებათ ყველა ეს ემოცია, რაც ბავშვობაში ასეთი ტკბილია და ბავშვობაში განიცადეს. აქ გვინდოდა რომ ასევე ყოფილიყო ყველაფერი ძველებურად, როგორც უწინ იყო და ამიტომ გადავწყვიტეთ ეს ძველი ხის სახლი აბსოლუტურად შეგვესო იმ ნივთებით, რომელიც ადრე იყო ყველა სახლში და რომელიც ბავშვობასთან იყო ასოცირებული. ლისი ვაინი სწორედ ამ იდეაზე დგას. ღვინო როგორც ისტორიის, კულტურისა და ადამიანური ამბების ნაწილი. მესხიშვილების ოჯახმა შეძლო საკუთარი ცხოვრების ახალი თავი, ისე დაეწერა, რომ ის სხვებისთვისაც შთაგონების წყაროდ ქცეულიყო. და ბოლოს ვნახოთ ლარის კურსი. ლარი ყველა ძირითადი სავაჭრო ქვეყნის ვალუტასთან გამყარდა. დეტალურად ოფიციალური გაცვლითი კურსი ასეთია. 1 დოლარი 2 ლარი და 67 თეთრი ღირს, ევრო 3 ლარი და 11 თეთრი, 1 თურქული ლირა, ისე 6 თეთრად ივაჭრება, 100 რუბლის ფასი კი 3 ლარი და 72 თეთრია. 1 აზერბაიჯანული მანათი 1 ლარი და 57 თეთრი ღირს, 1000 სომხური დრამი 7 ლარი და 23 თეთრი. ბიზნესი რუსთავიორზე ამით დასრულებულია. მადლობა რომ გვიყურებთ, შევხვდებით ხვალ. თქვენ კი დარჩით რუსთავიორზე.